წერილი მაქვს გამოგზავნილი და მინდა მოვიკითხო თუ შეიძლება. ხე ისევ ხარ დაიკარგე. რა მეიწერეთ? ისიც ქართულს ეხება. ისიც ქართულს. დიახ. პასუხი ჯერ არ არის, მაგრამ ხო, პასუხი რო არ არის ცხადია, მაგიტომ მოვედი რომ არ არის უსასრულოდ ხო ვერ დაველოდებით. 16-321. დიახ. საჯარო ინფორმაციის მისაღებად თინათინ რუხაძის უწყებასთან გამართული 4-თვიანი ბრძოლა უშედეგოდ კულტურის სამინისტროს დუმილით დასრულდა. რა დრო ჭირდება? ხა ეს ხო სიპებში და იპებში არ არის მოსაძებნი, რამე ინფორმაცია აქ არის ერთი კონკრეტული სია, რასაც ვითხოვთ. და რატო არის ეს პრობლემატური? და მაინც მინდა ვიცოდე, როდემდე დაველოდო. კიდე მივიწერე. და რას ნიშნავს? არ მუშაობენ? პასუხს არ გიბრუნებენ? არა, მე არაფერს არ ველოდები ხა რა და რატო არ ელოდებით? ვიღაცას ხო მიწერეთ და პასუხი ხო არ დაგიბრუნეს? ხო, ანუ არ ელოდებით? გავიდა ეხა ამდენი ხანიდან რაღაც. როცა თემა ქართულს და ბიძინა ივანიშვილს ეხება, როგორც წესი, ყველა ამბავი ტაბუდადებულია. ვცდილობ გავარკვიო სხვა გზით, რახან თქვენ ვერ მპასუხობთ ამაზე. და ამ ხალხაზე თუ ისევ თქვენ მიპასუხებთ, რა? ხო, აბა. და თქვენ თუ არ გაქვთ ამაზე ინფორმაცია, ხვალ ვინც იქნება თქვენს ნაცვლად, იმას ეკნება? წერილებითა და პირისპირ ინტერვიუს საშუალებით ჩვენ უკვე თვეებია ვცდილობთ მოვიპოვოთ ოფიციალური ინფორმაცია. რა ოდენობის თანხას ურიცხავს ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდ ქართულს გავლით ყოველ თვე კულტურის სამინისტროს და რამდენ მსახიობსა და მომღერალზე ნაწილდება ეს თანხა. ნახოთ რამდენჯერ დავურეკე მარიამს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 20 რა ვიცი 25 ჯერ დავურეკე. თინათინ რუხაძის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ ჭედლიძემ ამ დროის განმავლობაში არც ერთ სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხა. წერილში, რომელიც გამოგვიგზავნეს, მხოლოდ ის წერია, რომ ქართულ გრანტის სახით კულტურის სამინისტროს ფულს აძლევს, მაგრამ რამდენს და რას ხმარდება ეს ფული ვერ გვეტყვიან. უწყება იმიზეზებს, რომ პერსონალურ მონაცემებს ვერ გათქვამენ, თუმცა თანხის ოდენობა და მიზნობრიობა პერსონალურ მონაცემს არ შეიცავს. ქალბატონ თინათინ, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს კულტურის სფეროს დაფინანსებას? ისევ ძველებურად გრძელდება თუ შეცვალა ტარიფები? კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 319 მილიონი ლარია. ერთჯერად ღონისძიებებში სამინისტრო მილიონობით ლარს ხარჯავს. დღეს, როდესაც უწყებებს დაფინანსების დეფიციტი არ აქვთ, არც ის უნდა იყოს პრობლემა, რომ გამოჩენილ მსახიობებსა და მომღერლებს სახელმწიფომ 8 წლით დაუფასოს და ყოველთვიური დანამატი მისცეს. თუმცა ივანიშვილი ცნობილი სახეების ნაწილის დაფინანსებას საკუთარი სახელით დღემდე აგრძელებს. არის თუ არა ეს ოლიგარქის სვლა იმისთვის, რომ ადამიანები, ვის საჯარო პოზიციასაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, მასთან მუდმივად ვალში იყვნენ. ეხლა გაიგეთ, რომ გრანტს არა, რა რაოდენობის ბიძინა ივანიშვილს არა, მოქმედებას აკეთებს ახლა. გრანტის შესახებ მაინტერესებს, რა რაოდენობით თანხას იღებთ, ქალბატონო თიკა? ასე ესმის გამჭვირვალობა კულტურის მინისტრს, როცა საჯარო უწყებაში კერძო ფონდიდან გადმორიცხული თანხების ოდენობას საიდუმლოდ ტოვებს. ეს მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას ანალოგიური ქმედებისთვის შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც კი აღუძრან. ბიძინა ივანიშვილი. ვის აფინანსებს ივანიშვილი და რატომ აქვს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ცნობადი სახეებისთვის ყოველთვე მიცემულ 2000, 3000 ან 5000 ლარს მისი სახელი ერქვას. რახან საჯარო უწყება მონაცემებს მალავს ჩვენ ინფორმაციის გადამოწმებას იმ ხალხით ვიწყებთ, ვინც ხელფას ბიძინა ივანიშვილისგან წლები აიღებს. ბატონ ზურა, თქვენ ისევ იღებთ ბიძინა ივანიშვილის ხელფას? არა, თქვა რომ იღებთ თუ არა, იმიტომ რომ ნაწილმა მსახიობების უარი თქვა ამ ხელფასზე და მაგიტომ გეკითხებით. მე ამაზე რა არ გიპასუხებ. არ მიპასუხებთ? ანუ რომ იღებდეთ ხომ მიპასუხებდეთ, თუ პირიქით რომ არ იღებდეთ მიპასუხებდით. არ გპასუხობთ. გასაგებია ბატონ ზურა, კარგით. ქალბატონანული მაკაბარ მეჩიხლაძე ჟურნალისტი რაღაცის დაზუსტება მინდა, რომ სწორი ინფორმაცია გავავრცელო. 1 წუთს წაგართმევთ ზუსტად. საიდან, რომელი არხი? ტევე პირველიდან ქალბატონანული. ტევე პირველიდან? დიახ, შაბათის ეთერიდან. რისი გარკვევა გინდა თქვენ ისევ იღებთ ქალბატონანული ბიძინა ივანიშვილის ხელფას? ქალბატონო მანანა, გამარჯობა. გამარჯობა. ცუდ დროს ხომ არ გიკავშირდებით? არა, ვინ გწანდებით? მე მაკა ვარ ჩიხლაძე, ქალბატონო მანანა, ტევე პირველიდან ჟურნალისტი.
რაღაცის დაზუსტება მინდა ქალბატონ მანანა, რომ არასწორი ინფორმაცია არ გავავრცელო. შეგიძლიათ მითხრათ, ისე ვიღებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ხელფას? ცნობილი მსახიობებისა და მომღერლის ამ რეაქციებით რჩება განცდა, რომ ისინი ივანიშვილის კეთილგანწყობით ისევ სარგებლობენ. უბრალოდ ადრინდელისგან განსხვავებით ამაზე ღიად საუბარი აღარ უნდათ, ან ეუხერხულებათ. თუმცა ჩვენი სახელდახელო გამოკითხვისას აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პრივილეგირებულთა სიაში ყოფნას ადასტურებს და ამასთან მილიარდერისგან მიღებული ფული რჩეულთა ხვედრი ჰგონია. ბატონ ჯემალ, თქვენ ისე ვიღებთ დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის ხელფას? დიახ, ანუ არ შეგწყვეტიათ თქვენ ეს დაფინანსება. ნუ რადგან ისე ვიღებ, ესე იგი არ შემწყვეტია. კი ბატონო, ისევ 2000 ლარია თუ შეიცვალა ტარიფებში რამე ბატონო? რაში გაინტერესებთ? ანუ ვიღაცეებს აღარ ეძლევენ და ვამოწმებთ არ მაინტერესებს. სრულად შეწყდა თუ ინტერვიუს ვერ გაძლევთ. გავიგე, უბრალოდ ინფორმაცია დავაზუსტე ბატონო. ვიღაცეებს დაურეკებთ. მე არა ვარ ვიღაცეები. ანუ მაგით კარგად ძანდება. გაძლევენ, კი ბატონო, კარგი. ნახოთ ეს. ვითვალისწინებთ ბატონი ჯემალის მითითებას და უკავშირდებით ადამიანებს, რომლებიც დადასტურებულად ვიცით, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის არაფორმალური მმართველის ჯიბიდან ხელფასს იღებდნენ. გვინდა დავაზუსტოთ სეფიაშვილის მსგავსად, მათაც უფასდებათ თუ არა ქართული ოცნების საარჩევნო კლიპებში, პარტიულ ყრილობებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. ქალბატონ ნინელი, გამარჯობა. მაკავა ჩიხლაძე ქალბატონ ნინელი, უცებ კითხავთ. თქვენ იღებთ ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელფას? დიახ. არ შეგიწყვეტიათ ანუ. ეს ხო არ არის თქვენი დუმილის მიზეზი, რომ არაფერზე არ რეაგირებთ ქალბატონ ნინელი? გაგვითიშა ქალბატონ ნინელი. ეს არის კითხვა, რომლის გამოც შაბათის გუნდმა ამ რეპორტაჟის მომზადება გადაწყვიტა. რა ღირს დუმილი, რომელსაც ამ ქვეყანაში ყიდულობენ? ყიდულობენ ადამიანებისგან, ვისი აზრით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ვის ნათქვამსაც ითვალისწინებენ და ვისაც სხვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. აი ახლა ბიძინა ივანიშვილი ჩადებს მილიარდ სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძე 2011-12 წლებში ივანიშვილის გასამორჯობლად სოფელ-სოფელ დადიოდნენ. არ იშურებდნენ არც უხვდა პირებებს და არც წინა ხელისუფლების მიმართ კრიტიკას. იქნება ნულოვანი კრედიტები, მრავალწლიანი. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნინელი ჭანკვეტაძე საჯარო სივრციდან გაქრა. არც ერთი განცხადება ხალხის ცემაზე, დარბევაზე, შვილების თაობის წინააღმდეგ გამოჩენილ სისასტიკეზე. ქალბატონ ნინელი ყველაფერს დუმილით ხვდება. ივანიშვილისგან დაფინანსებული მსახიობი ისე აგრძელებს ცხოვრებას, რეპეტიციებსა და სპექტაკლებს, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდებოდეს. არ იმჩნევს არაფერს, რაც მათ შორის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც კი მოხვდა. He says that some of the water cannons used on Rustaveli Avenue არ ვიცით რაოდენობისაა ოლიგარქისგან მიღებული ხელფასი და ამ ფინანსური წახალისების გარდა კიდევ რა ბენეფიტები აქვს ოცნების გულმხორვალე მხარდამჭერს. საბუთები თუ არ ყოფთ მხოლოდ იმას, რომ ნინელი ჭანკვეტაძემ ამასობაში მიიღო ბინა თბილისის მერიისგან. თბილისის მთავრობისგან გადაცემული 2 ოთახიანი აპარტამენტი ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ამ პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსშია განთავსებული. კალაძის უწყება მსახიობს ეს ფართი ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე დაუსრულებელი მშენებლობის სანაცვლოდ გადასცა, სადაც ჭანკვეტაძე ბინას 90-იანი წლებიდან მოყოლებული ელოდა და სადაც ამ დრომდე ისევ კარკასია. მაგას ჯავრო თელი აგერ 26 წელია და ველოდა კანი ვერ მოვაშორეთ, გვეშენია ქარი რო არ დაგვეცეს თავში. აპარტამენტი, რომელიც მიტოვებული მშენებლობის ნაცვლად მსახიობს საკუთრებაში გადასცეს, კომერციული დანიშნულებით გამოიყენება და ნინელი ჭანკვეტაძის ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. მსახიობის უცხო ქვეყნის მოქალაქე მდგმური ამბობს, რომ მას ბინა ჭანკვეტაძის ქალიშვილმა ანამ მიაქირავა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ასეთივე წარმატებით კმაყოფილდებიან თუ არა თბილისში ის დაზარალებულები, რომელთა საცხოვრებელი კორპუსებით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით ამ დრომდე არ აშენებულა. კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია. ზოგისთვის ის არის მთავარი. მე ის ფულს მაძლევდა და მე იმის წინააღმდეგ არაფერს არ ვეთქვი. მოსყიდულია, ანუ ოფიციალურად არ არის გაფორმებული ეს, რომ მოსყიდული ვარ და ხელი მოვაწერე და ეშმაკ სული მიყვი. ეგეთ რაღაცები არ არის, მაგრამ უფრო ისეა, უფრო ტრივიალ, უფრო ყოფითად რა. მე იმისგან ფულს ვიღებდი, ხა იმის წინააღმდეგ როგორ ვეთქვი ამას. დუმარი ინტელიგენციას მე პატივს არ აქვს. და თავად ივანიშვილის ცემს ასეთ ხალხს პატივს. რა თქმა უნდა არა. მაგრამ ზუსტად იცის
თვითონ ასე ჯერა, რომ ყველას ყიდვა შეიძლება. ყველას ყიდვა შეიძლება. მას ასე გქონია. ვინც არ იყიდება, იმას უფრო მეტი უნდა გადაუხადო, რომ მე მოგეყიდოს. ანუ მისი სოფლიო ასეთია. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ცნობილი ხმა დიმა ტატიშვილი პირველი იყო, ვინც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე მისგან დანიშნულ ხელფასზე უარი თქვა. დღესაც ზუსტად იმავეს ფიქრობს, რასაც 15 წლის წინ, მილიარდერის ფულზე უარის თქმისას. ამ ადამიანის შესახებ რაღაც 1000 მითი ხო დადიოდა, რომ აი მას ეს უქონია, რაღაცა იქ ჭორვილა, იქ რაღაც მოკლედ ააშენა და ვფიქრობ, ესე გვეშველა. ღმერთმა განუხედა. დაანონსეს რომ იქნება ინტერვიუ, ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს ეს კაცი, არც ფოტო არ მინახავს, არ ვიცი რა. დავინახეთ ეს კაცი და დაიწყო ლაპარაკი, ანუ აი ეს ინტერვიუ მახსოვს, რას ლაპარაკობდა მესმოდა, როგორ ლაპარაკობდა, ხედავდი და მივხვდი რომ სულაცაა ჩვენი საქმე. მე ამომშალეთ თემსიდან მეთქი, მე ამ ფულს აღარ აღებ. უარს ამბობ ფულზეო და ხომ მეთქი უარს ამბობ ფულზე. კარგია. მე გვიან ხამე კიდე დამერეკა და მართლა ამბობ უარს ფულზე. ძალიან ბეცი უნდა იყო რომ ვერ მივხვდი რომ ყველაფერი მოგატყვა. ყველაფერი მოგატყვა. დიდი სიამოვნებით დაუბრუნებდი იმ თანხას. უბრალოდ არა მაქვს მაგდენი. ინტელიგენციას გამოიყენა და ის პარტიების გამოიყენა, რესპუბლიკური პარტია, კიდევ რაღაცები ხო იყვნენ. ეგენი ხო გამოიყენა. გამოიყენა და აღარ ჭირდება, გადააგდო. ეხლა ბილად ლაპარაკობ. ვინ აღმოჩნდა გადაგდებულებს შორის და ვინ ინარჩუნებს ოლიგარქის ხელფასთან ერთად დუმილის უფლებასაც. განხორციელებული 10-ობით სატელეფონო ზარის შედეგად დადგინდა, რომ მილიარდერის მიერ დახელფასებულთა სიაში იყო და არის კუკარაჩას რეჟისორიც. თქვენ ისე ვიღებთ ხელფას ბიძინა ივანიშვილისგან? იღებ, მერე რა მოხდა? არაფერი, ვიღაცებს შეუწყდათ და ვაზუსტებთ, თქვენ იღებთ თუ არა? არა, შეიძლება მე შემიძლდეს, მე რა ვიცი. არა, ამ ეტაპზე როგორ არის მაგას გეკითხებით? არა, ჯერჯერობით მაქვს, არ ვიცი, ხა მე რა იქნება. კი ბატონო, და ეს ხომ არ არის ქაბატონქეთი, თქვათ იმის მიზეზი, რომ თქვენ არაფერზე არ გაქვთ, თქვათ პოზიცია ხმამაღლა დაფიქსირებული, რაც ბოლო დროს ხდება ქვეყანაში. იცით რა, ენა გააჩერეთ, მაპატიეთა უზრდელური იმისთვის, იმიტომ რომ ყველაფერზე მაქვს პოზიცია დაფიქსირებული. ანდრო ჭიჭინაძისთვის პატიმრობის შეფარდება და დავით დოიაშვილის თეატრიდან გაშვება ქეთი დოლიძემ ნინელი ჭანკვეტაძისგან განსხვავებით Facebook სტატუსით ნამდვილად გააპროტესტა. თუმცა კითხვა მაინც არსებობს, რატომ არ გაუჩნდა პროტესტი რეჟისორს ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ სხვა არც ერთ სისხლიან ამბავზე. ამ კითხვაზე საპასუხოდ ქალბატონქეთის ტრადიციულად მხოლოდ 14 წლის წინ რომ ხელისუფლებაში იყო, ის პოლიტიკური ძალა ახსენდება. ბავშვები რომ დაასახიჩრეს ქუჩაში, სისხლიანები რომ დადიოდნენ. მაგაზე ვიყავით მაშინ მისას დროს რო ასახიჩრებდნენ, და სად იყო მაშინ TV1? ხმას მათლა. მაშინ TV1 არ იყო, ქალბატონოქეთი არ არსებობდა. შაბათის ეთერის მიერ დადგენილია, რომ სიაში, რომელსაც კულტურის მინისტრი 4 თვეზე მეტი არ გვაძლევს, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და ჯემალ სეფიაშვილი დღემდე არიან. ჩვენმა სატელეფონო მონიტორინგმა აჩვენა ისიც, რომ ოლიგარქმა ხელფასის ხდა კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების ერთ ნაწილს თავად საკუთარი შეხედულების ამებ შეუწყვიტა. თქვენ იღებდით 3000 ლარს ბიძინა ივანიშვილის ხელფას. ეს გრძელდება დღემდე, ქალბატონინო? არა ბატონო. არა, თქვენ თქვით უარი თუ შეგიწყდათ? შეგვიწყდა, როგორც იცით, 60 წლის მერე 60 წლამდე არა, ჩემთვისაც გაუგებარი იყო, იმიტომ რომ სპორტში ხა ჩემს სახელობას არ მაქვს ხედველობას ჩემი ხნიანია ვთქვათ, მაგრამ ზოგი სპორტსმენი 18 წლის ასაკში ამთავრებს თავის კარიერას და თუ მასე უყურებს ადამიანი, რომ უნდა დახმარება სპორტსმენები 60 წელი აშუაში. თქვენ ისე ვიღებთ ხელფას ბიძინა ივანიშვილისგან? არა, ჩემო საყვარელო. თქვენ თქვით უარი თუ შეგიწყვიტეს? მე არა საყვარელო, საერთოდ რუსთავის თეატრს შეუწყვიტეს. არა, მე არ მიჭყვანს უარი, რა განახილეს, მე შეწყვიტეს. ვიღაცებს დაუტოვა პერსონალური ეს ხელფასი თუ ნუ რა ვიცი რაც ქვია. პერსონალური, ასე რომ აი ესე რო იყო რომ ყველა თეატრის მსახიობი იღებდა, ეგრე აღარ არის. 2011 და 12-მდე ჭირდებოდა ნამდვილად და ეხლა ვინც ჭირდება ალბათ იმას უსწის.
აი ეს ანსამბლებს მოუხსნა, ესე გეგმაზომიერად უხსნი და ყველას და. მე სოლისტებზეცო გადავიდა, ვიღაცებს მოუხსნა, ვიღაცებს პირიქით მოუმატა და კარგად იყვნენ ძალიან და. პოლიტიკური განწყობების მიხედვით ხდება ესე ეს დატოვება და გაგრძელება? ნუ ახლა რაც უნდა მაგას კითხვა, აბა ის მიხედვით ხდება. ნუ ვიღაცებს მოუხსნა, ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ მიუხედავად მათი განწყობებისა. რა ნიშნით და რა მიზეზით არის არა. ანუ აღარ სჭირდება ეს ხალხი ქალბატონო ირმა? ხო, არ ვიცი, შეიძლება ჩათვალე რომ აღარ ჭირდება, მაგრამ იცი რა, ბევრი მაინც მასთან არის, იმიტომ რომ სამაგიეროდ რაღაცა კონცერტებში მონაწილეობენ და რაღაცა იღებენ რა, რაღაც შემოსავალს, ასე თუ ისე. ირმა სოხაძე ერთ-ერთი ყველაზე ბოლო იყო 2024 წელს, ვინც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა. სავარაუდოდ მიზეზი, რის გამოც ახლა თიკა რუხაძე ოლიგარქის მიერ დახელფასებულთა სიას მალავს, სოხაძეს მსგავსი ადამიანები არიან. არ უნდათ გავიგოთ, ვინ თქვა მის ფულზე უარი. აღმოჩნდა რომ ბევრ ამის ყიდვა შეიძლება, მე არ მეგონა. არ მეგონა, აი რაღაც არ ვიცი ადამიანებს უკეთეს წარმოდგენა მქონდა თუ ვფიქრობდი რომ რაღაცები არ იყიდება, მაგრამ მართლა ძალიან ბევრ რაღაცა თურმე იყიდება. აი რაღაცა არის, თუ გინდათ მონობა დავარქვით, თუ გინდათ რაც მდგომარეობაა, როდესაც უფრო მარტივია ცხოვრება. თორე მეც აი სულ ამას ვფიქრობ. როდესაც იყო აი რაღაც საკანი თუ რაღაცა და როგორ აღშფოთებით ყვებოდნენ და მართლები იყვნენ ოღონდ რომ ვიღაცას არ ამღერებდნენ რაღაც კონცერტზე ვიღაცას რაღაც აი მაგალითად დავით დოიაშვილის მდგომარეობა აი სულ მაგას ვფიქრობ როგორ ერთი სიტყვა უბრალოდ თანაგრძნობის მაინდამაინც პოლიტიკურ შეკერო მაინდამაინც კედელთან რო არ დააყენეს და არ დახვრიტეს ეს არის პასუხი, რომ ჩვენ არ გვეხება, ჩვენ ვერ ვხედავთ, ბრმები ვართ, ყოები და რაღაცას მიხდია. რაღაცა, აი მატრიცა მახსენდება ფილმი გახსოვთ, სულ მაგ შეგრძნება, რომ რაღაც აბი გადაყლაპეს და აი ესეა. აკადემია სახელოსნო 42-ის დამფუძნებელი და მსახიობი მადლიერია იმ წლების, როცა ივანიშვილზე არაფერი იცოდა. მისგან ხელფასი იღებდა და მდიდარი კაცის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება ეგონა. თუმცა ახლა მისი კოლეგების დუმილი კიდევ უფრო მეტად არწმუნებს იმაში, რომ მადლიერების მიუხედავად ხელფასში თავისუფლებას ვერასდროს გაცვლიდა. ეს თავისუფლება არ მიღირს არაფრად, არც ერთ დახმარებათ ასე ვთქვათ. მიუხედავად ჩემი მადლიერებისა, როგორც კი გავიგე, რომ ეს ადამიანი აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, მე ვთქვი ამაზე უარი. იმიტომ რომ არ მინდოდა არანაირი თუნდაც იმის რომ კი მაგრამ თანხას იღებ და ვთქვათ აკრიტიკებ. რომ ხელოვანი უნდა იყოს ავანგარდში კრიტიკის და ეს მთავრობას უნდა ესმოდეს და ჭირდებოდეს. აი ეს საოცარი რაღაც გულის გაწყვილება მაქვს ბოლო წლებში. თუნდაც ჩემი ახლობლების და რასაც უყურებ ირგვლივ, რომ თან ამას ისე მარტივად ამართლებენ, რომ ყველაფერი, ნუ რასიზმი ჭირდება, რაღაც შვილი მყავს, შვილი მყავს, რა ვიცი, კრედიტი მაქვს, რაღაცა მაქვს. ან მინდა უკეთესი ცხოვრება, მოგზაურობა, ყველაფერი გასაგებია და ალბათ არ არის ესეთი ადამიანი, რომ უკეთესი ცხოვრება არ უნდადეს, მაგრამ რის ფასად აი მანდ გვაქვს მკითხვის ნიშნები. და მაინც, რამდენად ფასობს დუმილი ამ ქვეყანაში და ვინ არიან სახელგვარებით ის ადამიანები, ვინც საკუთარი თავისუფლება ბიძინა ივანიშვილის ყოველთვიურ ხელფასში გაცვალა. არა და პოლიტიკაში მოსვლამდე სიის გამოქვეყნება თავად მილიარდერის ინტერესი იყო. ახლა კი დოკუმენტისთვის 4-თვიანი ბრძოლა გვაფიქრებინებს, რომ სიის გასაჯაროება რატომღაც ქვეყნის რეალური მმართველის ინტერესში აღარ არის. სამინისტრო მიიღო გრანტი, შესაბამისად ეს ფული უკვე გახდა სამინისტროსი, შესაბამისად სამინისტრო როდესაც რა თანხასაც განკარგავს, სამინისტრო არის სახელმწიფო დაწესებულება და შესაბამისად ამ თანხების შესახებ ჩვენ ინფორმაცია უნდა გქონდეს. ივანიშვილი ამ თანხას არ იხდის მათი კეთილდღეობისთვის. ოღონდ ამ თანხას მოყვება გარკვეული ვალდებულებები და ეს ყველა მიცის და ესე მოქმედებს ეგ ადამიანი, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და სანამ ხელისუფლებაში მოვიდა მანამდეც. აქ თავარი არის, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულზე უნდა იყოს დამოკიდებული. ანუ კულტურის სამინისტრო იმას ეუბნება, რომ მე შენ გაძლევ ბიძინას ფულს. სახელოვნებო სფეროსა და სპორტული საზოგადოების, მწერლებისა და სხვათა კეთილგანწყობის მოპოვება უკანასკნელი წლების განმავლობაში ივანიშვილის მთავრობის მხრიდან სხვადასხვა ფორმით ხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მილიარდერი ფულს საკუთარი ჯიბიდან აღარ იღებდა და მაგალითად რობერტ სტურვას გულის მოგებას უძრავი ქონების ჩუქებით ცდილობდა. შევჭამი დოკუმენტებს, როგორც ამერიკულ კინოებში. რობერტ სტურვა შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული იმ დოკუმენტების შეჭმით გვემუქრებოდა, რომელშიც მისთვის ერთლარად გადაცემული და შემდეგ 600,000 ლარად გასხვისებული მიწის შესახებ მტკიცებულებებია თავმოყრილი. მათ შორის პრემიერის მიერ საგანგებოდ რეჟისორისთვის გამოცემული განკარგულებაც ლისზე არსებული მიწის ფართობის ჩუქების თაობაზე. მდიდარი ვარ.
ყველაზე დიდი ფული მაქვს. ხო იცით რომ ოლიგარქი ვარ. რობერტ სტურუას მასშტაბის საჩუქრებს ყველასთვის არ იმეტებს. შესაბამისად, ყველა მასავით მდიდარი არ არის. ზოგმა პოლიტიკური ერთგულების მიუხედავად ის ყოველთვიური ხელფასით დაკარგა და ამ დრომდე არ იცის, რატომ აღარ მოისურვა მილიარდერმა მისი დაფინანსება. კულტურის სამინისტრო კი, რომელსაც ყველა გახარჯული ლარის გასაჯაროების ვალდებულება აქვს, საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს, ვინ შემორჩა ოლიგარქის დახელფასებულთა რიგებში. არის გულწრფელი ქალმოქმედება თავარი რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამავე დროს ეს ქვეყნის ბრძანებელი იყოს, ეს ცხადია და ამისთვის ჭირდება თქვენნაირი ადამიანები, ქალბატონ ლანა? ჭირდებოდა. არ მესიამოვნო რომ ქალმოქმედი უცებ აღმოვაჩინე პოლიტიკაში. ადამიანი რომელიც მეგონა არის ქალმოქმედი და ამას უანგაროდ აკეთებდა და ძალიან მაგლიერები ვიყავით ყველა მისი და მეც მათ შორის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მასლა კაპიკებზე მუშაობდით და შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში. უნდა რომ რაღაც კიდევ შეეცეს ეს ტიტული რომ არის ფილანტროპი და ქალმოქმედი და რაც ჩემთვის ამან უკვე დიდი ხანია დაკარგა ფასი. ჩანაწერი, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებში უპოულობთ 2023 წლით თარიღდება. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წლიური ანგარიშებით დგინდება, რომ კულტურის სამინისტრომ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფონდ ქართულსგან ჯამში 5 მილიონის გრანტი მიიღეს. 2024 და 25 წლებში ეს მონაცემებიც აღარ ატვირთულა. ერთი რამ ფაქტია. სია, რომელიც არსებობდა 2012 წლამდე, არ გაზრდილა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ საგრძნობლად სეკვესტრირდა კიდეც. კითხვა რატომ? ის ადამიანები, ვისაც მილიარდერი ხელისუფლებაში მოსვლამდე ფულს უხდიდა, კვლავაც ღვაწლმოსილები არიან. თეატრებსა და დაწერილ წიგნებში მიღებული ჰონორარი ისევ არ არის საკმარისი. ბიძინა ივანიშვილს კი ძველებურად დიდი ფული აქვს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მაშინ ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდა. ახლა კი წასვლა აღარ უნდა.